ვისაც არ ჩაუხედია სიკვდილისათვის თვალებში და ახლოს არ მისულა იმასთან, ის ვერ მიხვდება რა არის უკან დაბრუნება იქითკენ მიმავალი ადამიანისა. მე ვარ თემური ნარიმანიძე, 65 წლის დასაწყისში ვიგრძენი გულის პრობლემები. პაციენტი განეკუთვნებოდა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს, რაც ითვალისწინებს, რომ რისკები ოპერაციული ჩარევის და გამოსავალი პოსტოპერაციულ პერიოდში საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ტკივილი მეწყებოდა მუცლის არეში, გადმოდიოდა კუჭზე და გადადიოდა გულზე. შემდეგ მოხდა ისე, რომ რამდენიმე პერიოდი გავატარე სხვა კლინიკაში, მაგრამ იქ მე უარი მითხრეს ოპერაციაზე და მოვედი ბატონ სულხანთან აქ ამ კლინიკაში. ოპერაციამდე მინდა აღვნიშნო, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ძალიან დამძიმებული, აღენიშნებოდა სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, მუდმივი გულის უკმარისობა, ჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია უკვირაში ერთხელ. გადაწყვიტა და ისეთი ომახიანად მითხრა, ისე მხნედ მითხრა, რომ კი ამ ოპერაციას გავაკეთებო, რომ დავიჯერე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და გაკეთდა ოპერაცია პრაქტიკულად საცოცხლო ჩვენებით, შუნტირება, კორონარული არტერიების და მიტრალური სარკმლის პლასტიკა. პაციენტი სრულად რეაბილიტირდა პოსტოპერაციულ პერიოდში და დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრების წესს და დაიბრუნა ჩვეული ცხოვრების ხარისხი. რეანიმაციაში რო გამომიყვანეს მეორე დღეს ნარკოზიდან, მაშინ რო წამოვჯექი საწოლში და თვალები რო გავახილე, ბატონი სულხანი იყო შემოსული თავის დამხარები და თითით მანიშნა, ყოჩაღო ასე მანიშნა და გამიღიმა. მეხუთე დღეს გამომიშვეს სახლში. იმის მერე ერთ თვეში უკვე წავედი სამსახურში.